ლაპარაკობს და უჩვენებს რადიო თავისუფლება და ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას ჩვენ სტუმრებთან ერთად. იცანით ალბათ ჩემი სტუმრები, მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ ზურაბ კიკნაძე, პროფესორი, ორიენტალისტი, ასირიოლოგი, ბიბლიისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატურის სიაგრძელია, პროფესორი ზურაბ კიკნაძე არის ჩვენი სტუმარი და ასევე ჩვენი სტუმარი გახავთ გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. და პოეტია, უნდა დავუმატო. პოეტი ვთქვი, რამდენჯერმე წარდგინების დროს უკაცრავად ამჯერად კიდევ ვიმეორე პოეტი, რა თქმა უნდა. და ვთხოვე მე ამ ჩვენ ბატონებს, არაჩვეულებრივ ჩემს სტუმრებს, რომ მოსული იყვნენ სწორედ ტრადიციებზე სასაუბროთ. დღეს ესეთი თემა გვაქვს. ყოველთვის გვაქვს ხოლმე საჭირბოროტო თემები, ბატონო ზურაბ. დღეს აი გვიბიძგა, რა კი ჩვენი რეპორტერები იყვნენ და ლელო ბურთს აშუქებდნენ. გვიბიძგა ამან რომ ამჯერად გვესაუბრა ტრადიციებზე, თუმცა საჭირბოროტო ჩავთვალეთ ესეც. მრავალი თვალსაზრისით, ახლა თქვენი აზრი გვაინტერესებს ამაზე. ტრადიცია რა არის? აი, როდის ჩნდება ტრადიცია? ერთხელ გაჩნდა და მერე უბრალოდ ეს მოდის. თუ რაღაცა ეტაპზე ცხოვრების ახალი ტრადიციებიც ხო ჩნდება ყოველ დღე. მოდი ამაზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ იმაზე, რა სახეს, როგორ იცვლის სახეს შემდეგ ეს ტრადიცია. რაღაცა ტრადიცია გრძელდება სახეს იცვლის, ან არ იცვლის, რაღაცა ტრადიცია ქრება. მოდით ამაზე ვისაუბროთ და ბატონო ზურაბ, თქვენ დაიწყეთ. კი ბატონო, დავიწყებ. ტრადიცია ლათინური სიტყვა და ნიშნავს გადმოცემას. მე ასე წარმოდგენ რომ არსებობს არხი, კალაპოტი, როგორც მდინარის კალაპოტი, სადაც მოედინება მდინარე, მაგრამ ყოველ მომენტში არის ახალ-ახალი ტალღა შემოდის. ისე რომ ადამიანს არა წარმოდგენა რა შეიცვალა და ტრადიციას ასეთია. ტრადიციულ საზოგადოებაში, ის საზოგადოება, რომელიც ტრადიციულად ცხოვრობს, მამაპაპა და გადმოცემული წესებით, ჩვეულებებით და უშუალოდ ერთი სოფელი ავიღოთ, ახლა ერთ სოფელს აჩვენებდნენ ტელევიზორში ვნახეთ ჩვენ. ტრადიცია ერთი არ არის, არა, არხი ერთია, მაგრამ აქ მოდის. სხვადასხვა სფეროში ტრადიცია, ეს იქნება სანახაობები, იქნება თამაშობები, იქნება რა თქმა უნდა რელიგიური დღესასწაულები, ან ისეთი დღესასწაულები, მაგრამ როგორც არის, მალე ბერიკაობა არის ყენობა, აი ასეთი ყველა სოფელს ქონა თავისი. აქ სოფელი იღებდა მონაწილეობას, აქ მაყურებელიც არ იყო. ახლა სპექტაკლი ჩვენ ვიცით რა არის მაყურებელი ზის და უყურებს რაღაცას და სოფელში ასე არ არის. სოფელში შეიძლება იქ რაღაცა დედაბრები ახლა იყურებიან აქეთ, მაგრამ ყველა არის მონაწილე ამ ტრადიციას. აი ეს რას ნიშნავდა ბატონო ზურაბ? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სოფლის მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილების შედეგად იქმნება რაღაც ტრადიცია, მაგრამ როდი შეიქმნა? აი ეს ნელი საკითხია, ამას ვერავინ ვერ იტყვის რა თქმა უნდა. როდის შეიქმნა ყაიანობა? აი თბილისში მაგალითად აი შესანიშნავი წიგნია სოსო გრიშაშვილის, ეს ძველი თბილისის ბოჰემა. იქ აღწერილია ეს ყაიანობები. თბილისში ორი ნაწილია, ტყარ გაღმა, ტყარს გამოღმა, აქ ჩვენ ყოფილი ტყარს გამოღმა მარჯვენა ნაპირი. აი ეს კრივი იყო კიდევ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ანახან და თავპირი დასხენებული თავდებოდა ეს ყველაფერი. ასე რომ ეს როდის ჩაისახა ძალიან ძნელია. შეიძლება ერთ მომენტში ჩაისახა, შემდეგ დროთა ვითარებაში ახალ-ახალი ელემენტები შემოდის. მაგალითად ყაენს რო ეძახით, ყაენობა რომ არის, შეიძლება ის ყაენი ბათო ყაენი იყო ან ვიღაცა, ხო, რაღაცა მონღოლების დროინდელი. შემდეგ შეიძლება მეფის რუსეთის რაღაც აქ დაემატა კიდევ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ არის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ეს ტრადიცია? აი თქვენ ახლა ახსენეთ ადამიანს სჭირდება გაბრაზებული ყენზე ვთქვათ რაღაცას, აი ეს მისი ეს სიუჟეტია, ეს სხვა არის, ეს სიუჟეტია, რომ ადამიანს სჭირდება გართობა, სჭირდება და რაღაც მოყოფილება იგრძნოს და დასვენების დროს. აი ახლა დღეს რა არის? დღეს არავითარი არ არის, არც თბილისში არ ხდება, არც ყაიანობა და არაფერი არ არის. საერთოდ არაფერი არის, თეატრები არის კი ბატონო, მაგრამ ძირითადად ადამიანები არის თავმოყრილი ტელევიზორში. თავიანთი მონაწილეობა რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან იზოლირებულად უყურებენ ერთ და იმავე ამბავს, ან შეიძლება ერთ და იმავეს არა, მაგრამ აი მიჯაჭვული არიან ტელევიზორში. თან მათი მონაწილეობა საერთოდ არ არის, არათუ მინიმუმამდე დაყვანილი. საერთოდ ვერ მონაწილეობენ ამაში. ეს არის ყველაფერი იმპორტი. შემოდის. აი ახლა სოფლებში რატო გადაშენდა ეს ტრადიცია? იმიტომ რომ შემოვიდა ტელევიზორი, შემოვიდა სწავლა განათლება, ახალი ხალხი მოდის სოფელში, ქალაქი ეს ყველაფერი და ეს იკარგება ცხადია. და ახალ-ახალი რაღაცები შემოდის, რომელიც ხანმოკლეა და ფეხს ვერ იკიდებს.
იმიტომ რომ სოფელი აღარ არის უკვე ავტონომიური არ ცხოვრობს თავის ცოცხლით. აი ეს არის სოფელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ ბრძანეთ ბატონ ზურაბ, აი სწორედ თანამიმონაწილეობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი ჩვენ ახლა გქონდა სიუჟეტი, ან რამდენიმე სიუჟეტი რეგიონული მაცნე გვაქვს ასეთი გადაცემა და 2 წამის წინ სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ძალიან ძიმე ვითარებაა სოფლებში. ანუ აი სხვა რეგიონებიდან, სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოსი, რომ მაქსიმუმი, ესე იგი, რასაც აკეთებენ ახალგაზრდები, ესე რომ ტელევიზორს უყურებენ, ან ესე თქვა ეგრეთ წოდებულ ბირჟაზე იკრიბებიან, ხო? და ეხა აი სწორედ დაემთხვა რაღაცნაირად რომ ამაზე ვმუშაობდით, ქონდა მაგალითი, ასევე სიუჟეტი გავაკეთეთ, გურიიდან ლელო ბურთის თაობაზე. მთელი წლის განმავლობაში არაფერი ხდება, მაგრამ მთელი წელი ეს სოფელი ელოდება, როდის გაიმართება ეს ტრადიციული დღესასწაული, რომელშიც ისინი მიიღებენ მონაწილეობას, ძალებს მოსინჯავენ და ალბათ მთავარი ის არის, რომ აი სწორედ ამ მონაწილეობის კი, ალბათ მხოლოდ მონაწილეობა არ არის, მთავარი გამარჯვება მოგესალმებით. მაყურებელს მე მგონია რომ მთავარი ამბავი აქ არის ერთგვარი შიში იმისა რომ დაირღვეს იდენტობა რომელიც გულისხმობს მათ შორის თქვათ ლელობურთის თამაშს შუხუთში ეს იდენტობა იმდენად მყარია რომ ბუნებრივია მისი დარღვევა იქ არავის არ უნდა ეს ამავდროულად გულისხმობს ცხადია მოწყვეტას შენი წინაპრისგან რაც იწვევს გარკვეულ შიშებს და თუ შიშებს არა რაღაც თვალსაზრისით თქვა დისკომფორტს მაიც საზოგადოებრივად და აქედან გამომდინარე ყველა მათგანს აქვს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სურვილი რომ აი ამ ტრადიციაში მიიღოს მონაწილეობა. მე ვფიქრობ რომ ეს კარგი ამბავია, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით სოფლის ერთი მხრივ თქვა ბრენდირებას ახდენს, მეორე მხრივ ზოგადად ცოტა მისტიკურ შეიძლება, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მისიას უჩენს სოფელს, რომ ეს არის მისი საკუთრება, ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, როდესაც თქვათ ამბობს შუხუთს, ის გულისხმობს უკვე თქვათ ლელობურთს, რომელიც სხვათაშორის არის საკმაოდ ძველი თამაში და ზოგად ქართული თამაში შემდეგ გადამისამართა. კი, ძალიან ერთ-ერთი პირველი ცნობები ბურთთან დაკავშირებული ხდება ლელობურთზე, პრესაში მათ შორის და გურულები და მეგრელები თამაშობდნენ ძალიან ხშირად ერთმანეთთან და იქ წერია ერთგან რომ გურულები ცოტანი იყვნენ და მეგრელები მეტიო და აგებდნენ და მე ინგლისელები დაეხმარნენ და სხვა მსგავსი ახალისაუბრები. მოკლედ რისი თქვა მინდა რომ ამ გვარი თამაშები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ სოფელი შენარჩუნდეს. აქედან გამომდინარე ხო, ცხადია, მთავარი ამბავი რაც ალბათ ტრადიციებს ანარჩუნებს არის ამ ტრადიციებთან თქვა თანხვედრა და კომფორტი ადამიანის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, თუ მას აქვს აცენა დროის თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით ის ბუნებრივია დიდხანს ვერ დარჩება ამ ტრადიციაში, რაც არ უნდა თქვა წარსულთან დაკავშირებით ერთგვარი მოგრძალება კონდეს და აქ ეს კომფორტი არსებობს, იმიტომ რომ არის თამაში, რომელიც გულისხმობს ალბათ ადამიანურ ნებათაგან ერთ-ერთ ყველაზე მთავარს, გამარჯვების სურვილს, არსებობს კონკურენცია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციაში, ისევე როგორც თამადებს შორის არსებობს კონკურენცია, ასევე არსებობს სოფლებს შორის, ამ შემთხვევაში სოფლის ორ მხარეს შორის კონკურენცია. ამავდროულად ამ ყველაფერს ამყარებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ყველა ტრადიციას, რაც არ უნდა ვთქვათ, მისტიკური იყოს, ის თანსდევს, იმიტომ რომ ტრადიციები სოციუმებში იბადებიან. ეს ამ სიუჟეტი ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ბოლოს ამბობენ, რომ თუ კი ვთქვათ, ცხადია, ეს არ არის რაციონალური ამბავი, მაგრამ იდეაში გულისხმობს ამას, თუ კი ვთქვათ, ერთ მხარეს მოიგებს, იქ უფრო მეტი მოსავალი იქნება და თუ კი მეორე მხარე მოიგებს, ცხადია, იქ უფრო მეტი მოსავალი იქნება. ამით ერთგვარად თქვათ მყარდება ეს გამარჯვების სურვილი და გარკვეულწილად თქვათ შედეგსაც აჩვენებს საკუთარ თავის დამშვიდობის. ასე თქვათ, პირველად დაუძახო წარმატებას, არა? ხო, ცხადია, წარმატებაზე დაფუძნებული იყო ყველა დროის ადამიანი, ბუნებრივია, თუ რაღაცა გამონაკლისებს არ ჩავთვლით და წარმატების სურვილზე არის დაფუძნებული ეს თამაშიც, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ბრუტალურია, მაგრამ სხვა მხრივ მე მგონი რომ რაღაც თვალსაზრისით ძალიან საჭიროც არის. ну ყოშყში ეს ენთუზიაზმი ბრუტალურობის მიუხედავად ნათელია და ეს ჩვენ დავინახეთ. იდენტობა ახსენა გიორგი ბატონზურობ და ალბათ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი რაღაცის დამტკიცება, რაღაცის დამკვიდრება, ამიტომ შენ ეს რა თქმა უნდა, აი ამ დღესასწაულები და აი ამ თამაშობებით აი რაც გიორგი ახსენა, ამით არის სოფელი გამოხატავს თავის ვინაობას, თავის იდენტობას. აი იქ არის ახლა გურია, მეგრელები მოდიან ახლა ჩვენ კიდევ ვერ ხვდებით აი რა სიღრმეები იყო აქ და რა ურთიერთობები აი ამ ორ კუთხეს შორის ურთიერთგაცნობა შუღლიც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ერთმანეთს ეცნობოდნენ, მთელი საქართველო ასე იყო გადაბმული ერთმანეთთან. ხო და
ახლა რაც შეეხება ამ ტრადიციების აღორძინებას ცოტა საეჭვოა, იმიტომ რომ ხელოვნურად არაფრის აღორძინება არ შეიძლება. ეს რაღაცნაირად ისეთი გამოუცნობია მის ჩასახვა, როგორ ისახება, მე მაგალითად არ მესმის ყოველთვის სასაულებრივად მიმაჩნია რაიმეს დაწყება. როგორც დინარე რო იწყება, საიდან იწყება არავინ არ იცის, არა? რაც ჩანს ის, მაგრამ შიგნით რაც არის, ის ჩვენთვის უხილავია. ამიტომ ტრადიციასაც არ აქვს ისეთი ხილული დასაწყისი და როგორ უნდა დაიწყოს, ესეც არ ვიცი ჩვენ. ნუ რა თქმა უნდა, შეიძლება თუ ხარიზმატული პიროვნება გამოჩნდება, შემოქმედებითი რაღაცას დააწესებს და თავისი ავტორიტეტით ამას ექნება მე გაგრძელება. შეიძლება დღეს, მაგრამ დღეს ესეთი პირობებია სოფელში, რომ ძალიან ძნელია რომ ამ სოფელმა ეს შეძლოს. ეს საერთოდ საჭიროა კი, აი როგორც თქვი ბრძანეთ ხელოვნურად მაინც არაფერი არ გამოდისო. ანუ საჭიროა ხო სოფელმა უნდა გამოხატოს თავის იდენტობა. აჰა. მაგრამ თანდათან იკარგება ეს, მე ვატყობ რომ იკარგება ეს იდენტობა აღარ არის რაღაცა. აი რითი შეიძლება ერთი სოფელი განირჩეს მეორე სოფლისგან. აჰა. ძირითადად რაზეა ახლა აი სუფრასთან არის დაკავშირებული ყველაფერი. აი ძალიან სადაც დიდი მადლობა მივედით ამ სუფრამდე მიდის ეს. აჰა. და კიდე ქელეხიც რა ვლაპარაკობთ, რომ მავნე ტრადიცია ჩაითვალა, ეს შესანიშნავი ტრადიციაა. ეს არ არის მარტო ქართველების მოგონილი ეს. ერთი წამით შეგაწყვეტინებთ, რომ ჩვენ მაყურებელს უთხრათ, იმიტომ რომ სანამ დავიწყებდით გადაცემას, აქ საუბრობდით და საუბრობდით იმაზეც, რომ ამ ტრადიციებზე იყო პერიოდი, ახსოვს ეს საზოგადოებას, ხოლმე ჩემი თაობის ადამიანს, რომ იყო ბრძოლა ტრადიციების წინააღმდეგ და მავნე ტრადიცია იყო ასე და არათუ ყოველფეხის ნაბიჯზე ძირითადად იყო ქელეხებისა და მრავალრიცხოვანი ქელეხების და ქორწინების, იმიტომ რელიგიურების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე თითქმის მოთავებული იყო იმ დროს, არა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რაღაცა 70-იან 80-იან წლებზე ვლაპარაკობთ, ხო? არა, მოთავებული არ იყო, მაგრამ გარდამტეხი ბრძოლა. ანუ რაც შეეხება მე წეგან დავფიქრდი ჩვენი საუბრის დროს ამ საკითხთან დაკავშირებით და მე მგონი რომ მე ვერ დავინახე პირველად რაღაც თვალსაზრისით პოლიტიკოსისთვის პრაგმატული ნაბიჯი ამ ტრადიციებთან ბრძოლის გულისხმობ ქელებს, ქორწილს და ამ შემდეგ და ამ. მაგრამ საქმე ის არის რომ ნებისმიერ ტრადიციას და ტრადიცია ცხადია არ არის თქვათ რაღაც თვალსაზრისით ცალკე მიმდინარე ამბავი, ხო? მაგალითად ქელეხში შეიძლება თქვან უფლის სატყეგრძელო და ან იგულისხმონ ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ ან ისეთი რაღაცების სატყეგრძელო რომელიც არის ძველი და გულისხმობს ამავდროულად სხვა დანარჩენ ტრადიციებსაც და კომუნისტურ სისტემას ბოლშევიკურ სისტემას ჰქონდა ძალიან ესეთი გამოხატული ბრძოლა ყველა დანარჩენი თქვათ ამბის წინააღმდეგ რომელიც მის მოსვლამდე იყო ხო ნუ თუ არ ჩავთვლით რაღაც გამონაკლისებს და ამასთან დაკავშირებით გამოდიოდა მაგალითად გაზეთები რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა რომ ღმერთ მებრძოლთა საზოგადოება იყო ასეთი რომელიც აწარმოებდა მთელი რიგი თქვათ პროპაგანდას სტატიებს წერდნენ და ასე შემდეგ და შემდეგ რომელიც მაშინვე იყო ეს ქელეხები და თქვათ ქორწილები მოხსენებული მაგრამ ეთყობა რაღაც ტრადიციები იმდენად სოციალურია რომ ძალიან ძნელად ხდება მათი დამარცხება და შესაბამისად თქვათ აი აქ მათ ხელი მოეცათ ქელეხი რა იყო ქელეხი იყო ტიპური სოციალური ტიპის ტრადიცია როდესაც ადამიანები მოდიოდნენ შორიდან დაკრძალვაზე მათ სჭირდებოდათ გამასპინძლება და შესაბამისად თქვათ მასპინძელი იღებდა ამ ხარჯებს თავის თავზე ეს ხო არ იყო რაღაცა ცეკვა თაბაში და ხრეობა ის იყო ჩვეულებრივი ესეთი ძალიან ჰუმანური აქტი მასპინძლის მხრიდან. მე შეიძლება ეს გადაიზარდა რაღაც რიგ შემთხვევაში სასაცილო ამბებში, მაგრამ ასე ხელაღებით თან ესე მავნე ტრადიციად გამოცხადება. რატო გახდა მავნე? აი ბატონ ზურაბსაც ვკითხოთ, აბსოლუტურად სწორია, ზუსტად აი სამეგრელოშიც ხშირად ირონიით მოიხსენიებენ ამ ამბავს, რომ ყოველ დღე სუფრა გაშლი. სუფრა იმიტომ იყო ტრადიციულად გაშლილი, რომ ყოველ დღე სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიოდა ხალხი და ისნო დაეპურებინათ და აი ახლა თუ შეიძლება აი ამ მავნებლობაზე ბატონ ზურაბ და სუფრაზე ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ტრადიცია არ შეიძლება მავნე იყოს. იმიტომ რომ თუ ის მავნეა სოფელი და საზოგადოება არ შეინარჩუნებს ამას. ახლა რაც შეეხება ქელეხს, სიმამავნებლობა მაშინ რა შეხედავდნენ და მართლაც იყო ამის საბაბი, რომ გადაჭარბებული სუფრები რაღაცა ეს იწვევდა რა ანტიპატიას იწვევდა თვითონ იმ მონაწილეებშიც კი რასაჭიროა ამდენად. ქელეხის დროს რა არის ქელეხის მიზანი, საზრისი რა არის იმის რომ ადამიანები ერთად არიან, ერთად გლოვობენ, ეს მოთხოვნილება აქვს რომ ადამიანები ერთად შეიყარონ. ეს შეიძლება ქორწილი იყოს, საბაბი არის ასე თუ გარდაცვალება ადამიანისა
სუფრა უნდა იყოს მორიდებული, რა თქმა უნდა, ასეც იყო როგორც ჩანს, როცა დაარსდა ტრადიცია ეს იყო. რომ ადამიანებს საზოგადოებას ერთად მიეღოთ ეს ლუკმა. ეს ნაწილი მიეღოთ ერთად ჭამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ხო ძნელია ახლა ამაზე რელიგიური ხო რა თქმა უნდა ეს ხოლმე აი მაგალითად აი ებრაელებს ასეთი შეუძლება ჰქონდათ როდესაც მოძველდებოდა პერგამენტი მაგათის თორისისა გაიცრიცებოდა აღარ ეწყობოდა ვეღარ კითხულობდნენ ამას გადაგდება არ შეიძლებოდა ამას შეინახავდნენ და შემდეგ მარხავდნენ ერთად გალობით მიდიოდნენ სასაფლაოზე და ახლა ონში ამასინად 1-2 წლის წინ დამარხეს ასეთი ისე უკანასკნელი დამარხვა იყო მოდიოდნენ სახლში ბრუნდებოდნენ და იმართებოდა ქელეხი აი რას ამბობდნენ რომ მიწაში რჩება პერგამენტი და ხოლო ის სიტყვა რაც ეწერა ცაში მიდის ისევ საიდანაც მოვიდაო აი ასე რომ ეს ქელეხი ეს ძალიან დიდი მოგონებაა ეს მზარმაზარი ტრადიცია ეს ერთად პურის ჭამა ამაზე დიდი მნიშვნელობა. ხორცილშიც გაზიარება. ხორცილში გადაჭარბებები არის, რა თქმა უნდა, ყველა ტრადიციაში, ყველა წესშეულებაში არის გადაჭარბება, მაგრამ ადამიანს არ აქვს გადაჭარბებები. ადამიანში საერთოდ ამასთან ბრძოლა არის, კომიკური თუ შენ არ მოგწონს, ხო შეიძლება არ გააკეთო. ადამიანი შეიძლება იყოს კაცის მკვლელი, ასეთ, ისეთი, მაგრამ ადამიანობა ხომ არ იკიცხება ამით, რა. რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს თვითონ გადაწყვეტს, არა, ეს ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, როგორ მოიქცეს ამათ არის მათთვის სასიამოვნო. რა თქმა უნდა, სუფრაზე ვსაუბრობდით ჩვენ და აი ამ ტრანსფორმაციებზე, რაღაც შენიღბულებაზე, რომ შენიღბულიყო გარკვეულ ვითარებაში, ხო თქვა, იგივე საბჭოთა დროს და მე ეს უმახსენდება ხა რაღაცა ისე გურიას ვუბრუნდებით, იმიტომ ხო არა გიორგი როხასა შვიდობის სადღეგრძელო, რომელიც პირადად მეც და ალბათ ძალიან ბევრი ჩვენი და უფრო ახალგაზრდა თაობის ადამიანიც გაიხსენებს, რომ რაღაცა შვიდობიან დროს უცნაურად ჟღერდა, გვეღიმებოდა არა, რომ გურიაში აუცილებლად პირველ რიგში აწევდნენ ჭიქას და იტყოდნენ შვიდობის სადღეგრძელოს. ეს იყო ნაწყვეტი. ეს ზუსტად. სხვა სადღეგრძელოდან ტრადიციის, მაგრამ გახდა ძალიან აქტუალური, არა, რეალობა მისი. აი რატომ იყო ესეთი მნიშვნელოვანი და თქვა აი თავიდან ესე რომ ღმერთზდიდება ჩვენ მშვიდობა. ცხადია ღმერთის ნაწილი მოაკლო იმ ეპოქამ რომელიც ღმერთზდევნი და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ხარ ტრადიციებისთან თქვა ასე ადვილად ბრძოლა თუნდაც არ არის. და ძალიან რთული და ცხადია დატოვა მის მეორე ნაწილი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და გარკვეულწილად მიემართებოდა ღმერთსაც, იმიტომ რომ ნუ მორწმუნე ადამიანის თვალთახედვით ღმერთი ძალიან ათელი იყო რა ითქმებოდა. ახალი აღთქმის მიხედვით მაინც მშვიდობის თქვა გარკვეულწილად გარანტიც არის ამ აზრით. რაც შეეხება თქვა იმას რომ მან აქტუალობა შეიძინა ეს განაპირობა დიდწილად 98 წლებმა და მე ვიცი რომ ეს ადრეგზელო ძალიან ბევრ სხვა კუთხეშიც. ხო, აი სწორედ ეს მინდოდა, მე თქვა რომ ყველგან გავრცელდა, იმიტომ რომ ფასი მშვიდობისა გაიგო ხალხმა. ნუ სოციალური გახდა ეს ადრეგზელო. ეს სოფელს უნდა მშვიდობა. რა თქმა უნდა. იმ სოფელს სადაც ეს უფრო იცლება და ძალიან კარგია. კეთილი ძალიან საინტერესოა. აი ამ გაზიარება, ჭამით, ერთად პურის გატეხვის გაზიარება არის ძალიან საინტერესო. ამას წინათ იყო ერთ უცხოურ მედიაში გავიდა სიუჟეტი, იცით თქვენ ამის შესახებ, საქართველოს სასაფლაოზე ჭამის თაობაზე მიცვალებულებთან ერთად მიირთმევენ. აი რას ნიშნავს ეს? ახლა არ შეიძლება რომ ამას ავარულოთ, იმიტომ რომ ახლა ხან იყო ეს ამბავი და სწორედ სააღდგომო დღესასწაულებს ძალიან უკავშირდება. სასაფლაოზე პურის ჭამა. ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეხლა ეს რა არის სასაფლაოზე რომ გადიან კვირას გადიან საერთოდ, მაგრამ თბილისში რატომაც ორშაბათობით გადიან ხოლმე. მე ასე გადმომეცა და ორშაბათს მივიდივარ. მაგრამ ძირითადად კვირას უნდა იყოს, ხადია ეს ეკლესიიდან გამოდის ხალხი, არა? გამოდის ხალხი და იქ საფლავებია და იქ მიდიან და ხდებიან და შეიძლება თვითონ ჭიქავიდან გადაკრან. მაგრამ რა თქმა უნდა, ახაც გადაჭარბები ხდება ხოლმე ახლა რომ გაივლის თბილისის სასაფლაოებზე არის кейფი და ერთი ამბავი და დაყრილია ეს ისა და ხოლმე ზოგს არ შეამონა. ეს არის რომ ტრადიცია, ეს არა, ტრადიცია ის არის რომ პურის გატეხა სასაფლაოზე არის ტრადიცია, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამ სუფრაზე ისიც მონაწილეობს. მაგალითად სვანეთში ლიფანალის დღესასწაულია, სადაც გადაცვალებულებიც არიან სუფრაზე, მათთვის კერძი დგას. ასე ეს ტრადიცია გადაჭარბებაში რა თქმა უნდა დარღვევა ამ ტრადიციის თავისა შებრალვა. იმიტომ რომ
თავარი ჭამა კი არ არის უკაცრავად და გაზღობისთვის და ჭამისთვის, არამედ პურის გატეხა სიმბოლურად. ნებისმიერი სარიტუალო სუფრა არის მინიმალისტური. ნებისმიერი. რომ მე აი ჩემს გარდაცვლილ ძვირფას ადამიანთან ერთად აი აქ მოვედი და მე პური გავტეხე და შევჭამე. ერთი ლუკმა გადავყლაპე, მეტი არ არის საჭირო. ძალიან საინტერესოა. აი მაგრამ იყო ტრადიციები, რომლებიც გაქრა და არ შემოგრჩა. ხო? აი თქვათ იგივე წაწლობა. აი ამის მიზეზი მე სპეციფიურია კი გაქრა, იმიტომ რომ ხალხი აღარ ცხოვრობს და ამიტომ რომ ხალხი თვითონ სოფელში 60 კომლი იყო, ახლა ხელსურეთში და ფშავში იქა უამრავი ხალხი იკრიბებოდა და ეს წაწლობის შეუძლება იყო ჩაწნული ამ სოციალურ გარემოში და შეუძლებელი მიღებული იყო ესა და ხდებოდა. მაგრამ როდესაც არავინ არ არის, არ ცხოვრობს ხალხი იქ და დაბრუნება არის ძალიან რთული. არა, ხელოვნური აღდგენა ნებისმიერი ტრადიციის, შეიძლება ეს რაღაცა კარნავალურ ნაწილად შეიძლება იქცეს, მაგრამ ტრადიციად ვეღარ იქცევა. არა, შეიძლება ეს იყოს სპექტაკლი. ხო, რაღაცა კარნავალურ საჩვენებლად რაღაც არის. და ის სახალხო სამართალი, ამას არაფერ არ შეიძლება რომ დღეს ალბათ აუაროთ გვერდი, ჩვენ ვიცით რომ აი ღირსების სასამართლო გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება იყოს კანონზე მაღლაც კი ვიღაცისთვის, ანუ არა ზოგადად საბედნიეროდ, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კანონზე მაღლაც და მხარში დღემდე ეს არის შემორჩენილი. უბრალოდ კანონი არის უფრო მეტი ხალხის მოფიქრებული ამბავი და დადასტურებული რაღაც პროცედურები. ისინი მას კანონს უწოდებენ, არა მთის კანონი ქვია, ანუ ქვია წესები, რომლის მიხედვით მე ვესმის რომ ეს ცოტა ისე ჟღერს ახლა, მაგრამ დაახლოებით ასევე არის მოგონილი სხვა დანარჩენი კანონები, უბრალოდ ისინი პრეცედენტებს ეფუძნებოდნენ და ამით იყვნენ გავყარებულები, თორე ადამიანებმა მოიგონეს ეს კანონებიც და ის კანონებიც ახლა მართლა ესე ეკვიდოს რომ ისე ეწერა კონსტიტუცია გულზე, ასე ალბათ არ ყოფილა ეს ამბავი, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ზოგადად და აქედან გამომდინარე ცხადია ის გადაძალავს, რომელიც არის ხელისუფლებაში, იმ ტიპის კანონმდებლობა, თუ სადმე არის თქვა პაპო ცეზარიზმიან, ცეზარო პაპიზმიან, თქვა რაღაცა ლიბერალური ტიპის დემოკრატიები, ყველგან არის იმის მიხედვით კანონმდებლობა მოწყობილი და თუ კი თქვა იქნებოდა დომინანტი რომელიმე თქვა სოფლის მოსახლეობა, ცხადია იმგვარი სასამართლო იქნებოდა, ძალიან პირობით იცნებაა და ძირითადად ეფუძნება ბუნებრივია რაღაც შედარებითობის პრინციპს სიკეთესა და ბოროტებას შორის, მაგრამ მათი აღქმაც ძალიან ინდივიდუალისტურია. აქედან გამომდინარე, გადაძალა იმან, რომელიც იყო დომინანტი. ანუ მავნე რო უწოდო არუშველის ეს საქმეს, არა? არა, მავნეს უწოდებ იმას ალბათ, რომელიც თქვათ აი ამ ბალანსში სიკეთესა და ბოროტებას შორის იხრება ბოროტების მიმართ და ეხლა კაცის თავის მოჭრას ქადაგებს და შეწვას ცოცხლად და ეს შემდეგ ეს მესმის რომ ასაგები ამბავია, მაგრამ რომ თქვა რომ ეს არის ასე უკიდურესი აცდენა, თქვათ აი სოფლის სასამართლოები და ისინი აი აქედან, იმიტომ რომ ეს არის ასევე ხალხის მიერ მოგონილი ამბავი და ესეც უბრალოდ მეტმა ჰუმანიზმმა დემოკრატიულ ქვეყნებში გოგზა ამ ტიპის კონსტიტუციები, სადღაც თქვათ სხვა და ეს. გიორგი, თუ ხედავ შენ აი დღე და თქვენს ბატონო ზურაბ, თუ შეგიძლიათ მითხრათ, აი დღეს თუ იქმნება რაღაცა ტრადიცია. აი ჩვენ თვალწინ იქმნება რაღაცა ტრადიცია. შეიძლება იქნებოდეს კიდეც, ხო, ძველი შესამჩნევია, მაგრამ ეს ის არის რაღაცა პატარა გუნდა, რომელიც მე გორდება და უზარმაზარ, როგორც საფუარი. უზარმაზარიც ფუდება ხოლმე დიდ მასად. შეიძლება, რა ვიცი, მე არ შემჩნევია, მაგრამ შეიძლება რაღაც იყოს. მაგრამ ამისთვის სოციალური გარემოა საჭირო, ამისთვის საჭიროა რომ სოფელია საზოგადოება დარჩეს თავის ანაბარად. არ იყოს ტელევიზორი, არ იყოს კიდევ რაღაც გადაცემები, აი ეს თვითონ აკეთებდეს თავის საქმეს, მაგრამ ასეთი რამე არ არის. სოფელს თავის ინიციატივა არ აქვს. სოფელს შეუძლია გაერთოს სხვანაირად წავიდეს ქალაქში, სპექტაკლი ნახოს ყველაფერი. იმიტომ რომ მე მგონი რომ თანამედროვე საზოგადოება არ არის მყარი ღირებულებების საზოგადოება, ჩვეულებრივი ამბავია, კრიტიკული თვალსაზრისით არ ვამბობ და ურევს სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა დროს თქვათ მიღებულ რწმენებს და სრულწმენებს, მაგალითად მე შემხედრია ადამიანი, რომელმაც თქვა ერთხელ ძალიან სასაცილო იყო, რომ აი მაგალითად მე
პირველად უზმოზეო Facebook-ზე არ შევალ, იმიტომ რომ ცუდად მაქვს დაცდილი. ანუ რაღაც აზრით ყველაფერი არის არეული ერთმანეთში, ამ თვალსაზრისით ძველი წვრილები, რომელიც რაღაც სხვადასხვა გულს და აი სოციალური ქსელი, რომელიც ახალი ტიპის ტრადიცია არა, მაგრამ მოცემულობა არის და შესაბამისად თქვა, აი მე მგონია რომ ეს ინერციები, არევები ერთმანეთში განაპირობებს ახალი ტიპის ტრადიციების დაბადებას, რომელიც არავინ არ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თანამედროვე ადამიანი არ დგას და არც უნდა რომ მიდგეს მას რაღაცა მყარ საფუძველზე, მათ შორის მორალური თვალსაზრისით შეიძლება სამწუხარო ამბავიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეა. დიდი მადლობა გიორგი. ძალიან საინტერესოა რაც თქვი, განსაკუთრებით ეს ბოლო მართლა რაღაცა შენიფთება ცრურწმენებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების და ახალი ცხოვრების, რომელიც მოდის, არის ძალიან საინტერესო. სამწუხარო დროში შეზღუდული ვართ, მაგრამ მე არაფრით არ შემიძლია რომ ბატონი ზურაბი გაუშვა ჩვენი სტუდიიდან ისე რომ არ ვთხოვო ასევე კომენტარი. ჩვენ გქონდა მეორე სიუჟეტი, რომელიც მრავალეროვანი ქვეყანა არის საქართველო და ხალხი რომელიც ამ ჩვენ მიწაზე ცხოვრობს, გვამდიდრებს თავიანთი ტრადიციებით, ხო? აი თავიანთი ცხოვრებით, წესჩვეულებებით, თქვენ ასირიოლოგი ბრძანდებით, მე წარვუდგინე ჩვენს ვინც არ იცის თქვენი აი ეს კუთხე და ეს მიმართულება ბატონო ზურაბ და თუ შეიძლება რომ გითხრათ ამ ხალხის ტრადიციების შესახებ დღეს ეს ძალიან აქტუალურია თანავუგზნობთ გული გვტკივა საუბარია იმაზე რომ აი ხალხი ამბობს რომ შევიკრიბოთო და იქნებ ჩამოვიყვანოთ ბავშვები შევიფაროთ და ასე ეხა ამაზე კომენტარს არ მოგთხოვთ უბრალოდ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ გადაცემას დავასრულებთ თქვენ მიერ მონათხრობი აი ამ ხალხის ცხოვრების შესახებ მათ ტრადიციებზე იმაზე რომ მე რა შემიძლია ჯერ ერთი ასირიოლოგია კიდე სხვა დარგია და ეს ხალხი, რომლებსაც ჩვენ აისოროს ვეძახიან, ასირიელებად იწოდებიან, თვით სახელი ეს მათია. ესენი ფიქრობენ, რომ არიან იმ ასურეთის იმპერიიდან მოდიან, იმიტომ რომ ასურეთის იმპერიაში ყველა ტომი, ვისაც აუცხოვრია, ყველა იყო აშურელი. აი ეს მოქალაქეობის სახელწოდება იყო და შეიძლება მართლაც ასე იყოს, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი ტომი, რომელიც აშურეთის იმპერიიდან მოდიან, აქ ჩვენთან ცხოვრობენ, სიმდიდრე რო ცხოვრობენ და ქრისტიანები არიან, ძალიან კარგი ქრისტიანები. არა მართლმადიდებლები, მაგრამ აღმოსავლეთის ქრისტიანები, ახლა მაგათი ეკლესია ძალიან ძლიერია, იქ ახლა იშაგრება რა თქმა უნდა და მთელი ამბები ხდება აქ. ხო და რაც შეეხება ახლა მაგათ გასაჭირს ჩვენი ვალია ეს, ამიტომ რომ ესენი ჩვენი ძმები არიან, ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ქართველები არიან, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს სიტყვა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, როგორც ყოველი არაბი არის ფრანგი თუ ის საფრანგეთში ცხოვრობს და მოქალაქეობას იღებს, არის ფრანგი და ჩვენ ავტომატურად გავურბივართ ამას. ესენი არიან ქართველები და ამიტომ მათი მოძმეებიც ჩვენთვის მოძმეები არიან და უნდა მივიღოთ რა თქმა უნდა, მივიღოთ. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. მე გულიმსდება რომ აი ასეთი სტუმრები მყავდა დღეს და ჩვენ შეზღუდული ვართ დროით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგამოძებნეთ დრო და გვესტუმრეთ ლაპარაკობს და უჩვენებს რადიო თავისუფლება.